თეთრიწყაროს რაიონში კოდის დასახლებაში მცხოვრები დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძველი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში ჩასახლებული 19 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დევნილები ამბობენ, რომ შენობის სარდაფში გაურკვეველი სახის მედიკამენტები ინახება, რაც მაღალი ქიმიური დაბინძურების კერას ქმნის და ხშირია მოზარდების ინტოქსიკაციის შემთხვევები. დევნილები შენობის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასაც უჩივიან და ამბობენ, რომ წვიმის შენობაში წყალი ჩადის და დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო ანტისანიტარიის საფრთხე იქნება. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემა ცნობილია და შენობაში გაწმენდით სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. რამდენიმე თვიარიც კანალიზაცია ჩადის ადვალში. და ეს ხდება დაბინძურება ყველანაირ, ისედაც ქიმიური დაბინძურება, ამას კიდე ემატება ეს, გაჩნდა ყოღო. ყველანაირი ჩვენ ბინებში პირადად შეწარმავალი ამოვიდა სამჯერ. აქ ყოფილა ძველი ჰოსპიტალი, სამხედრო და როცა ერთი პატარა ბიჭი შეუშვით, იმან ნახა თვითონ წამლების ფირფიტები, წამალი შიგნით არის ისე, არის სხვადასხვა ქილები, წამლით სავსე, ყრია და მერე არის ავსებული სამშენებლო ნაგავით და როცა გამოვიძახეთ ექსპერტი და მოვიდა და შეამოწმეს, არის ქიმიური დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ორგანო. შევისწავლეთ მდგომარეობა, დავავალეთ გავდო სამსახურებს, შედგენილია უკვე პროექტი ხავშთავად რიცხვა და დღე-დღეზე დაიწყება სამუშაოები,